არა ყველა ტურისტული ატრაქციონი, რომელიც ლამაზია, უნდა მოინახულო. განსაკუთრებით თუ იოლად გეშინია. არის რამდენიმე ადგილი მსოფლიოში, სადაც მხოლოდ სილამაზე არ არის მთავარი, არამედ გამბედაობაც გჭირდება. რადგან ზოგიერთი ტურისტული ატრაქციონი მართლაც ძალიან საშიშია. ზოგი მაღალ მთებზეა განთავსებული, ზოგი კი პირდაპირ კლდის პირას ან ძლიერ ჩანჩქერებთან ახლოს. სინამდვილეში მათი უმეტესობა უსაფრთხოა თუ წესებს და პერსონალის მითითებებს დაიცა. მაგრამ სად მდებარეობს ეს ადგილები და რამდენად საშიშია იქ? ამას ახლა გავიგებთ. ნომერი 15. მინის პლატფორმა ატლანტიკის ზემოთ, პორტუგალია. პორტუგალიის მადეირას კუნძულზე არის საყურებელი პლატფორმა, რომელიც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სანაპირო კლდეზეა აშენებული. ეს არის კაბო ჰირანგის სკაივოქი, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 580 მეტრზე მდებარეობს. ეს არ არის ჩვეულებრივი საყურებელი პლატფორმა, რომელსაც ტურისტები სტუმრობენ. იატაკის დიდი ნაწილი გამჭვირვალე მინისგანაა. ამიტომ როცა ფეხებს დახედავ, პირდაპირ დაინახავ ატლანტის ოკეანეს და პატარა ფერმებს კლდის ქვემოთ. მინა ძალიან გამძლეა და პლატფორმის გარშემო მოაჯირია. ამიტომ სტუმრები ასე მარტივად ვერ ჩამოვარდებიან. ნამდვილი გამოწვევა შენი გონებაა. რადგან თუნდაც იცოდე რომ მინაა, მაინც ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ცარიელ სივრცეზედ გახარ. საბო ჰირანგს მანქანით მარტივად მიაღწევ. ამიტომ მისვამდე გრძელი ლაშქრობა არ გჭირდება. მაგრამ ბევრი სტუმარი უცებ ანელებს სვას ან ეჭიდება მოაჯირს, როცა გამჭვირვალე იატაკის ნაწილზე დადგებიან. ზღვის, ნავების და ქვემოთ მდებარე პატარა სასოფლო სამეურნეო მიწების ხედის გამო. ეს პორტუგალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ადგილია. ნომერი 14. საკანელა უფსკრულის თავზე, ეკვადორში, პანიოს დე აგუა სანტასთან ახლოს მდებარე მთაზე, კასა დელ არბოლი მდებარეობს. ეს არის პატარა ხის სახლი, რომელიც აშენებულია სეისმური მონიტორინგის სადგურთან ახლოს. მის გვერდით კი საკანელაა, რომელიც ღრმა ხეობას უყურებს. როცა საკანელაზე დაჯდები, მთის კიდის მირმა გადაიქანავები, ფეხები კი ციცაბო ადგილის ზემოთ გეკიდება. თუ ამინდი ნათელია, შორიდან დაინახავ ტუნგურახუას ვულკანსაც, რომელიც ეკვადორის ერთ-ერთი მოქმედი ვულკანია. სიმაღლის, ღრუბლებისა და ხედის გამო, ვინც საკანელაზე ზის, ჰაერში მოტივტივე ჩანს. საკანელა ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გავრცელდა ტურისტების ფოტოები, რომლებიც უფსკრულის ზემოთ ირწეოდნენ. ადრე მისი მოწყობა ძალიან მარტივი იყო. ერთი ხის სტამი, რომელიც ორ გრძელ თოქზე იყო ჩამოკიდებული და თითქმის არანაირი უსაფრთხოების აღჭურვილობა არ ჰქონდა. რადგან ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, ადგილი გააუმჯობესეს და უსაფრთხოების ზომები დაამატეს. ეხა უკვე უსაფრთხოების ღვედიც არის, ადგილზე პერსონალიც დგას და კიდე სხვა საკანელა სათვალიერებელი ადგილი და ატრაქციონებია გარშემო. ეხა ეს უფრო უსაფრთხოა ვიდრე ადრე, მაგრამ ხელუარება მაინც არ ქრება. როცა საკანელის ყველაზე შორეულ წერტილში ხარ, შენს ფეხქვეშ მხოლოდ მთები, ღრუბლები და ღრმა ხეობა. ნომერი 13. ნაბიჯი სიცარიელეში, საფრანგეთი. აიგუილ დიუმიდის მწვერვალზე, ფრანგულ ალპებში, არის გამჭვირვალე მინის ხუთი, რომელიც გამოშვერილია მაღალი მთის სადგურის კიდიდან. ეს ატრაქციონი სახელწოდებით ნაბიჯი სიცარიელეშია. ის ზღვის დონიდან 3842 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მინის ხუთის შიგნით იატაკი და 3 კედელი გამჭვირვალეა. როცა შიგნით შედიხარ, ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ჰაერში დგახარ, ხოლო ქვემოთ შენს ფეხქვეშ ციცაბო თოვლიანი მთა. აქ მისასვლელად ტექნიკური ცოცვა საჭირო არ არის. შამონის ქალაქიდან სწრაფად ასული საბაგირო მიგიყვანთ აიგუილ დიუმიდიმდე. მაგრამ სწრაფი ასვლა შეიძლება პრობლემადაც იქცეს. რადგან ასეთ სიმაღლეზე ჰაერი იშვიათია, ზოგიერთი სტუმარი ფავბრუსხვევას, თავის ტკივილს, გულისრევას ან სუნთქვის გაძნელებას განიცდის. ამიტომ არ არის კარგი, რომ მთის სადგურზე ჩასვლისას იჩქაროთ. საჭიროა, რომ სხეული გერ სიმაღლეს შეეჩვიოს, სანამ უფრო მაღალ სადამკვირვებლო ადგილას ავალთ. მინის ხუთში შესვლამდე სტუმრებს რბილ ჩუსტებს აცმევენ, რათა მინა არ დაიზიანოს. შესვლის უფლება ერთდროულად მხოლოდ შეზღუდულ რაოდენობას აქვს. ნათელ ამინდში აქედან ჩანს მყინვარები და ალპების მაღალი მწვერვალები. თუმცა ხედი შეიძლება უცებ გაქრეს, როცა მოვა სქელი ღრუბელი, ძლიერი ქარი ან თოვლი. თვითონ მინა ისეა დამზადებული, რომ გაუძუოს მძიმე პირობებს. მაგრამ შეგრძნება, რომ გახარ გამჭვირვალე უთში, თითქმის 4000 მეტრის სიმაღლეზე, ბევრ სტუმარს აჩერებს მანამდე, სანამ ბოლომდე შევა. ნომერი 12. ჰალფდომის ბოლო ასვლა, აგირებით შეერთებული შტატები, კალიფორნიის იოსემიტის ეროვნულ პარკში არის გრანიტის მთა, რომელიც თითქოს შუაშია გაჭრილი. ეს არის ჰალფდომი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა შეერთებულ შტატებში. მწვერვალამდე გზა გრძელი და რთული. გზის მიხედვით მანძილი შეიძლება იყოს 14-დან 16 მილამდე. მთელი გზა დაბრუნების ჩათვლით ნიშნავს, რომ სტუმრებს მოუწევთ დაახლოებით 5000 ფუტის სიმაღლეზე ასვლა იოსემიტის ველიდან.
ისინი ჯერ გაივლიან ჩანჩქერებს, თხეებს, კლდოვან ბილიკებს და ციცაბო კიბეებს, სანამ მიაღწევენ ყველაზე საშიშ ნაწილს, ჰალფდოუმის ბაგირებს. ბოლო ასვლისას ორი სქელი ფოლადის ბაგირი დამაგრებულია ციცაბო გრანიტის ფერდობზე. ეს თოკები აწეულია მეტალის ბოძებით, ხოლო ხის ტაფები ფეხის დასასვენებლადაა განთავსებული. ჩვეულებრივი კიბე არ არის და არც უწყვეტი მოაჯირი არსებობს. უნდა გამოიყენოს საკუთარი ძალა, რომ აიწიოს სხეული ზევით. ფეხებით კი თავი შეიკავო, რომ ქვაზე არ მოცურდე. როცა გრანიტი მშრალია, ასვლა უკვე რთულია. როცა სველი ან ყინულია, ძალიან სრიალდება. ეროვნული პარკის სამსახურის მიხედვით, ყველაზე მეტი სერიოზული შემთხვევა კაბელის მონაკვეთზე მაშინ მოხდა, როცა ქვა სველი ან გაყინული იყო. მეხის ჭექა-ქუხილით საშიშია. მწვერვალი ღია და მაღალია, ამიტომ ელვის დროს უსაფრთხო თავშესაფარი არ არის. როცა კაბელები აწეულია, ნებართვა გჭირდებათ. დაშვებული ადამიანების რაოდენობა შეზღუდულია, რათა ხალხმრავლობა შემცირდეს, რადგან რთულია გადაადგილება, როცა ერთდროულად ადიან და ჩამოდიან. ნებართვის ქონა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ასვლა უსაფრთხოა. თუ ამინდის პროგნოზით ცუდია, პარკის ოფიციალური პირების რჩევა ნათელია. უკეთესია უკან დაიხიო, ვიდრე მწვერვალზე ასვლა იძალო. ნომერი 11. Angels Landing-ის Knife Edge Trail, შეერთებული შტატები. იუტას შტატში, ზიონის ეროვნულ პარკში არის ბილიკი, რომელიც ადის ვიწრო კლდოვან წარმონაქმნზე, რომელიც გარშემორტყმულია მაღალი კანიონებით. Angels Landing-ის მთლიანი მარშრუტი დაახლოებით 5.4 მილის სიგრძისა, მისვლა მობრუნებით. მოლაშქრეები თითქმის 1500 ფუტს აივლიან, სანამ მწვერვალზე ავლენ. პირველ ნაწილში ისინი გაივლიან გრძელ და მიხვეულ ბილიკს, რომელსაც უოლტერის ვიგლსი ეწოდება. ამის შემდეგ ისინი მიაღწევენ Scout Lookout-ს, სადაც შეუძლიათ გაჩერდნენ ისინი, ვისაც აღარ სურს ყველაზე საშიში ნაწილის გაგრძელება. Scout Lookout-იდან დაიწყება ბოლო ნახევარი მილი, სადაც დამაგრებულია მეტალის ჯაჭვები. მოლაშქრეები გაივლიან ვიწრო ქედზე, რომელიც მთის ხერხემალს გავს. ზოგ ადგილას ბილიკი თითქმის 1 მეტრის სიგანია და ორივე მხარეს ღრმა უფსკრულია. სხეულზე დამაგრებული უსაფრთხოების აღკაზმულა არგლობა არ გამოიყენება. ჯაჭვები მხოლოდ დასაჭერადაა, რათა ბალანსი შეინარჩუნო, როცა ციცაბო და გლუვ კლდეზე ადიხარ. ეს უფრო რთული ხდება, როცა ბევრი ხალხია. ვიწრო მონაკვეთებში ასვლასა და ჩამოსვლაზე მყოფებმა ერთმანეთის დალოდება უცებთ. თუ ვინმე შიშის გამო უცებ გაჩერდება, მის უკან მყოფებიც იგვიანებენ. ეხლა ჯაჭვების მონაკვეთზე შესასვლელად ნებართვა ასაჭირო. ეს სისტემა 2022 წელს შემოიღეს, რათა შემცირებულიყო ხალხმრავლობა და საფრთხე ვიწრო ბილიკზე, მაგრამ ეროვნული პარკის სამსახური მკაფიოდ აფრთხილებს. ნებართვა ამ ლაშქრობას უსაფრთხოს არ ხდის. 1930 წლიდან მოყოლებული Angels Landing-ზე მომხდარი უმეტესობა სასიკვდილო შემთხვევისა სწორედ იმ ბოლო მონაკვეთზე მოხდა, სადაც ჯაჭვებია. 2026 წლის აპრილში კიდევ ერთი მოლაშქრე დაიღუპა, მას შემდეგ რაც ჯაჭვების მონაკვეთიდან გადავარდა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტორთა რაოდენობა კონტროლდება, საფრთხე მაინც რეალურია. თუ ბალანსს დაკარგავ ან არასწორად გადადგამ ნაბიჯს. მწვერვალზე ხედები მართლაც მშვენიერია. აქედან ჩანს მთელი ზაიონის კანიონი და მისი მაღალი წითელი კედლები. მაგრამ სანამ ამ ხეთს იხილავ, ჯერ უნდა გადალახო ვიწრო კლდე, სადაც მხოლოდ ჯაჭვს შეგიძლია დაეღდნო. ნომერი 1516 მეტრიანი დაკიდებული ხიდი, პორტუგალია. ჩრდილოეთ პორტუგალიის აროუკას გეოპარკში არის დაკიდებული ხიდი, რომელიც აივას ხეობაზეა გადაჭიმული. სახელი 516 აროუკა სწორედ მისი სიგრძიდან მოდის. 516 მეტრი, ერთი ბოლოდან მეორემდე. მისი სიმაღლე აივას მდინარიდან დაახლოებით 175 მეტრია. იატაკი მეტალის ბადია. ამიტომ გადაკვეთვისას აშკარად დაინახავ წყალს, ხეებს და ბასრქვებს. ორი დიდი ფოლადის კაბელი არის ხიდის მთავარი დამჭერი. ორივე მხარეს მაღალი მოაჯირებია. მაგრამ იმის გამო, რომ ის ძალიან გრძელია, ნორმალურია, რომ იატაკის მცირე მოძრაობა იგრძნოთ, როცა ქარია ან სტუმრები ერთად გადიან. ეს არ არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ უეცრად გეგმის გარეშე მიხვიდეთ. ჯერ უნდა იყიდოთ ბილეთი ონლაინ და მიხვიდეთ დანიშნულ დროს. დიდი თანხლებით ხდება გადასვლა, ამიტომ იქ არის პერსონალი, რომელიც ინსტრუქციებს გაძლევს და აკონტროლებს ხიდზე მყოფი ადამიანების რაოდენობას. ასევე შესაძლებელია ატრაქციონის დახურვა, თუ ამინდი უსაფრთხო არ არის. რადგან ხიდი ღიაა ქარისა და წვიმის მიმართ, ამინდის მდგომარეობას დიდი მნიშვნელობა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ის მტკიცედ არის აშენებული. სიარული რთული არ არის, რადგან იატაკი თითქმის სწორია. ნამდვილი გამოცდა გრძელი მეტალის ბილიკის ის გადაკვეთა, როცა შენს ფეხებს შორის ძალიან ღრმა მდინარეს ხედავ. ნომერი 9. კლდისპირა მინის სასტუმრო, პერუ. პერუს წმინდა ველზე არის გამჭვირვალე ოთახები, რომლებიც პირდაპირ მაღალი კლდის გვერდზეა მიმაგრებული. ეს უჩვეულო სასტუმროა Sky Lodge Adventure Suites, რომელსაც მართავს სათავგადასავლო კომპანია Natura Vive.
კაფსულები ხეობიდან დაახლოებით 1200 ფუტის სიმაღლეზეა განთავსებული. ისინი დამზადებულია გამძლე ალუმინისა და გამჭვირვალე პოლიკარბონატისგან. ამიტომ ოთახის თითქმის ყველა ნაწილიდან გარეთ ნათელი ხედი იშლება. თუნდაც საწოლში წვებოდე შეგიძლია დაინახო მთა, ცა და შორეული მიცა ქვემოთ. ღამით კი ვარსკვლავებს ხედავ, როცა ოთახი კლდის შუაგულშია ჩამოკიდებული. მაგრამ აქ ვერ მოხვდები არც ლიფტით და არც ჩვეულებრივი კიბით. სტუმრებს უნდა აძვრნენ ვია ფერატაზე. ეს არის მარშრუტი, სადაც რკინის საფეხურები, ტიბე და კაბელი კლდეს არის მიმაგრებული. მათ თავზე აქვთ ჩაფხუტი და სხეულზე სრული ტანის აღკაზმულობა, რომელიც ყოველთვის უსაფრთხოების ხაზზეა მიმაგრებული. არსებობს ალტერნატიული მარშრუტიც, რომელიც სავალ ბილიქს და შემდეგ ზიპლაინს იღენებს. მათთვის, ვისაც არ სურს, აძვრეთ ციცაბო რკინის კიბეზე. თითოეულ კაფსულაში არის საწოლი, სასადილო ზონა, განათება, ვენტილაცია, პირადი სივრცისთვის ფარდა და საკუთარი პატარა სველი წერტილი. ამ გამოცდილებაში ასევე შედის ვახშამი და საუზმე, რომელსაც გიდები ამზადებენ. ეს ყველაფერი კარგად და უსაფრთხოდ არის მოწყობილი სათავგადასავლო ტურიზმისთვის. მაგრამ მაინც რთულია ნორმალურად დაძინება, როცა იცი, რომ შენი გამჭვირვალე ოთახი მხოლოდ ძალიან მაღალი კლდის ნაპირზეა მიმაგრებული. ნომერი 8. აუზი ვიქტორია ჩანჩქერის კიდეზე, ზამბია. აფრიკაში ვიქტორია ჩანჩქერის მწვერვალზე არის ბუნებრივი კლდის აუზი, რომელიც თითქმის უშუალოდ უზარმაზარი ჩანჩქერის კიდეზე მდებარეობს. იგი ცნობილია როგორც ეშმაკის აუზი და მდებარეობს ზამბეზის მდინარეზე, ლივინგსტონის კუნძულის მახლობლად, ზამბიის მხარეს. როდესაც მის კიდეზე წვებით ხედავთ წყალს, რომელიც უწყვეტად ეშვება 300 ფუტზე მეტი სიღრმის ხევში. ძალიან ხმაურიანია ჩანჩქერი და თითქმის ვერ ისმენ საუბარს, როცა კიდესთან ახლოს ხარ. არც მოაჯირია და არც ხელოვნური ბარიერი, რომელიც წყალს შეაჩერებს. მხოლოდ ბუნებრივი ქვის კედელია აუზის ქვემოთ, რომელიც მობანავეებს პირდაპირ ხეობაში წატაცებას უშლის ხელს. თუმცა აქ წელიწადის ყველა დროს ვერ მიხვალ. ჩვეულებრივ აქ შესვლა მხოლოდ აგვისტოს შუა რიცხვებიდან დეკემბრის ბოლოსამდეა შესაძლებელი, როცა ზამბეზის მდინარეში წყლის დონე დაბალია. წვიმიან სეზონზე და როცა დინება ძლიერია, ბუნებრივი ბარიერი წყლით იფარება და ბანაობა ძალიან საშიში ხდება. აქ დამოუკიდებლად მისვლაც აკრძალულია. გიდის გარეშე არავის უშვებენ. მცირე ჯგუფებს მხოლოდ ლივინგსტონის კუნძულიდან მიყავთ. გამოცდილი გიდები ჯერ ამოწმებენ დინების სიძლიერეს და წყლის მდგომარეობას, სანამ სტუმრებს ნებას დართავენ მიუახლოვდნენ კიდეს. ისინივე ასწავლიან, სად უნდა იცურავო, სად უნდა დაიჭირო და სადამდე შეიძლება მიუახლოვთ. კონტროლდება სტუმრობა და მკაცრად იცავენ უსაფრთხოების წესებს. მაგრამ როცა უკვე ნაპირზე ხარ და ხედავ, როგორ ეცემა უზარმაზარი წყალი სულ რამდენიმე დუიმის მოშორებით შენი სხეულიდან, მაინც რთულია არ ინერვიულო. ნომერი 7. Hands Free Walkie, ტორონტოს ზემოთ, ინერვიულე. 7. Hands Free Walkie, ტორონტოს ზემოთ. ტორონტოში, კანადაში, CN Tower-ის გარეთ არის ვიწრო პლატფორმა, რომელიც შენობას შემოუვლის და გვერდებზე არ აქვს მოაჯირი. ამას ეძახიან Edge Walks. ის მდებარეობს მიციდან 1168 ფუტის სიმაღლეზე, რაც 116 სართულის ტოლია. პლატფორმის სიგანე მხოლოდ 5 ფუტია. დასვამდე თითოეულ მონაწილეს აცმევენ სრულტანიან დამცავ აღკაზმულობას. ის მიმაგრებულია ზემოთ მდებარე მხარ უსაფრთხოების სისტემაზე. ამიტომ ისინი თავისუფლად ამოძრავებენ ხელებს სიარუისას. ასევე თან ახლავს გამოცდილი გიდი, რომელიც ატარებს უსაფრთხოების ინსტრუქტას და უძღვება ჯგუფს. აკრძალულია მობილური ტელეფონის გასაღების, მონეტების, სათვალის ან ნებისმიერი საგნის ტარება, რომელიც შეიძლება ჩამოვარდეს. ფოტოებისა და ვიდეოების გადასაღებად გამოიყენება გიდის ოფიციალური კამერა. პლატფორმაზე ყოფნისას მონაწილეებს მოუწოდებენ იდგნენ მყარად. მიდით კიდესთან პირდაპირ ქვემოთ გაიხედეთ და გარეთ გადაიხარეთ, სანამ ჰარნესი გიჭერთ. იქიდან ჩანს შენობები, გზები, მანქანები და ონტარიოს ტბა. მაგრამ რადგან შენს წინ კედელი არ არის, იგრძნობ ქარს და კოშკის დიდ სიმაღლეს. Edge Walks არ ატარებენ, როცა ელვა, საშიში ქარია ან ცუდი ამინდი. ასევე რეგულარულად ამოწმებენ ჰარნესს და უსაფრთხოების აღჭურვილობას. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ეს საშიშად გამოიყურება, მისი უსაფრთხოების სისტემა ძალიან მკაცრია. ყველაზე რთული ნაწილი ბევრი მონაწილისთვის არ არის სიარული. ეს არის პირველი ნაბიჯი გარეთ. როცა აცნობიერებენ, რომ უკვე შენობის გარეთ არიან, ტორონტოს ზემოთ 1000 ფუტზე მეტი სიმაღლეზე, მე-6 ნომერი, ტროუტუნგა, ნორვეგიის კლდე ღრუბლებზე მაღლა. დასავლეთ ნორვეგიის მაღალ მთებში არის დიდი ქვა, რომელიც კლდის ნაპირზე ენასავით არის გამოშვერილი. ამიტომაც ეწოდება მას ტროლტუნგა, რაც ნიშნავს ტროლის ენას.
ის ზღვის დონიდან 1100 მეტრზე მეტ სიმაღლეზე მდებარეობს. ქვის ბოლო ნაწილიდან ჩანს რინგედალს ბატნეტის ტბა და გარშემო გადაჭიმული ფართო მთები. თვითონ ქვის ზედაპირზე არ არის არც მოაჯირი და არც უსაფრთხოების ბარიერი. ამიტომ ტურისტებმა, რომლებიც სურათის გადაღებას ქვის ბოლოში აპირებენ, ყოველი ნაბიჯი ფრთხილად უნდა გადადგან. მაგრამ სანამ იქამდე მიხვალ, გრძელი და რთული გზა უნდა გაიარო. პარკირების ადგილის მიხედვით, მთლიანი სავალი გზა შეიძლება 20-დან 27 კილომეტრამდე იყოს. ჩვეულებრივ ეს გზა 7-დან 12 საათამდე გრძელდება. მოლაშქრეები გადიან ციცაბო, კლდოვან და ღია მთის რელიეფზე. ამინდი სწრაფად იცვლება. შეიძლება თავიდან მზიანი იყოს, მაგრამ უცებ დაიწყოს წვიმა, აცივდეს ან სქელი ნისლი ჩამოწვეს. ამიტომ საჭიროა კარგი სალაშქრო ფეხსაცმელი, წყალგაუმტარი ქურთუკი, თბილი ტანსაცმელი, საკვები და საკმარისი წყალი. ხოლო ივნისიდან სექტემბრამდე ნებადართულია გამოცდილ ადამიანებს გიდის გარეშე სეირნობა. უფრო ცივ და რთულ ამინდში კი აუცილებელია გიდის თანხლება. აქ ყოველწლიურად ტარდება სამაშველო ოპერაციები, რადგან ტურისტები ხშირად აგვიანებენ დაბრუნებას, იღლებიან, იღებენ ტრავმებს, ან არ არიან მზად ამინდის უეცარი ცვლილებისთვის. ამიტომ თროლორიზე ნამდვილი საფრთხე მხოლოდ უფსკრული არ არის. უფრო დიდი გამოწვევაა გრძელი ლაშქრობა და ცვალებადი ამინდი, სანამ ცნობილ ქვას მიაღწა. ნომერი 5. 5 კიერაკბოლტენი, ლისეფიორდის ზემოთ მდებარე ლოდი. ნორვეგიაში ლისეფიორდის ზემოთ არის დიდი ლოდი, რომელიც ორ მთის კედელს შორისაა გაჭედილი. ეს არის კიერაკბოლტენი. არც ცემენტი, არც რკინა და არც კაბელი არ ამაგრებს მას. ის ბუნებრივად გაჭედილია ქვებს შორის. მას შემდეგ, რაც ძველ დროში მყინვარებმა იქ დატოვეს. ადგილი ქვემოთ მდებარე ფიორდიდან თითქმის 1000 მეტრის სიმაღლეზეა. ფოტოს გადასაღებად ტურისტს უნდა გადადგას ფეხი მყარი მთის ნაწილიდან მრგვალ და ნაწილობრივ გლუვ ქვაზე. არ არის მოაჯირი, არც დამცავი ხვედი. ეს ხაზი პირდაპირ კიერაკბოლტენზეა. ამიტომ ზოგიერთი სტუმარი აქ ხელგაშლილი დგება, სხვები კი შიშისგან ჯდებიან ან მიძვრებიან. ბევრიც გადაწყვეტს, აღარ გადადგას ფეხი, მათ მაინც შეუძლიათ ქვაც და ლამაზი ხედიც. უფრო უსაფრთხო ადგილიდან იხილვან. არც აქ მოსასვლელი გზაა მარტივი. ლაშქრობა დაახლოებით 11 კილომეტრია ორივე მიმართულებით და ჩვეულებრივ 6-დან 10 საათამდე გრძელდება. ეს დამოკიდებულია ამინდზე და ლაშქრობის გამოცდილებას. ასევე არის სიმაღლის მატებაც, დაახლოებით 800 მეტრი. არის ციცაბო მონაკვეთები, სადაც საჭიროა ხელით ჩაჭიდება და ამოწევა მიმაგრებული ფოლადის ჯაჭვების დახმარებით. როცა ქვა სველია, ასვლა და ჩამოსვლა უფრო მოლიპული და რთულია. როცა კიერაკბოლტენზე მიხვალ, მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება დაგრჩება მისაღები. დარჩები უსაფრთხო მხარეს და შორიდან გადაიღებ ფოტოს. თუ იმ ქვაზე გადადგამ ნაბიჯს, რომელიც თითქმის 1 კილომეტრის სიღრმის უფსკრულის ზემოთ კიდია. ნომერი 4. კამინიტო დელ რეი, ესპანეთის კლდისპირა ბილიკი. მალაგაში, ესპანეთში, ვიწრო კანიონში არის ბილიკი, რომელიც პირდაპირ მთის ციცაბო კედელზეა მიმაგრებული. კამინიტო დელ რეი აშენდა მე-20 საუკუნის დასაწყისში, რათა მუშებს შეეძლოთ ჰიდროელექტროსადგურებამდე მისვლა. ძველი ბილიკი მხოლოდ ბეტონისგან იყო, სიგანე თითქმის 3 ფუტი და მდინარის ზემოთ 300 ფუტზე მეტ სიმაღლეზე ეკიდა. დროთა განმავლობაში ბილიკი დაზიანდა. ბეტონი დაიბზარა, რკინა დაიჟანგა და ზოგი ნაწილი მთლიანად ჩამოვარდა ხევში. მიუხედავად საშიშროებისა, კლაიმბერები და ექსტრემალური შეგრძნებების მაძიებლები მაინც აგრძელებდნენ მის მონახულებას. რამდენიმე სასიკვდილო შემთხვევის შემდეგ მთავრობამ იგი 2001 წელს დახურა. კამინიტო დელ რეი ხელახლა გაიხსნა 2015 წლის მარტში, მას შემდეგ რაც სრულად აღადგინეს. დაზიანებული გზა შეცვალეს გამძლე ხის ბილიკით, რომელსაც აქვს ფოლადის საყრდენი და მოაჯირი. სტუმრებს ასევე სავალდებულოა ჩაფხუტის დარება. ეხლა თუ წესებს დაიცავთ, ბილიკზე სიარული უსაფრთხოა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის აღარ არის დამაშინებელი. ზოგიერთ მონაკვეთში ხის ფიცრებს შორის დაინახავთ მდინარეს და დიდ ქვებს ქვემოთ. სასეირნო ბილიკი ძალიან ახლოსაა კანიონის კედელთან, ხოლო მეორე მხარეს პირდაპირ უფსკრულია. ხის ბილიკების სიგრძე დაახლოებით 3 კილომეტრია. მაგრამ მთელი მარშრუტი უფრო გრძელია, თუ ჩავთვლით ბილიკებს, რომლებიც კანიონში და კანიონიდან მიდის. ასე რომ კამინიტო დელ რეი აღარ არის ის დაზიანებული სასიკვდილო მახე, რითაც ადრე იყო ცნობილი. მაგრამ ის მაინც რჩება ერთ-ერთ ყველაზე ექსტრემალურ კლდისპირა გასეირნებად ევროპაში. ნომერი 3. ვეფხვის ბუდის მონასტერი, ბუტანის ტაძარი ცაში. აროს ხეობაში ბუტანში ძალიან მაღალი კლდის პირას არის ბუდისტური მონასტერი, რომელიც თითქოს უბრალოდ კლდეს არის მიმაგრებული. ეს არის პარო ტაკცანგი, რომელიც უფრო ცნობილია როგორც ტაიგერის ბუდის მონასტერი. ლეგენდის მიხედვით აქ მე-8 საუკუნეში ჩამოვიდა ბუდისტი მოძღვარი გურუ რინპოჩე.
ამბობენ, რომ ის ჩამოვიდა ქალი ვეფხვის ზურგზე ამხედრებული, მან meditაცია გააკეთა კლდის მღვიმეში, რის გამოც ეს ადგილი წმინდა გახდა ბუტანის ბუდისტებისთვის. მონასტერი, რომელსაც დღეს ხედავთ, პირველად 1692 წელს აშენდა მღვიმის გარშემო. მისი დიდი ნაწილი 1998 წელს დაიწვა, მაგრამ შემდეგ ფრთხილად აღადგინეს. კომპლექსი ზღვის დონიდან დაახლოებით 3120 მეტრზე მდებარეობს და პაროს ველიდან თითქმის 900 მეტრით მაღლაა. არც ერთი მანქანა პირდაპირ აქამდე არ მიდის. აქ მისასვლელად საჭიროა რამდენიმე საათის განმავლობაში ფეხით ასვლა ციცაბო ბილიკზე. სტუმრები გაივლიან ფიჭვის ტყეს, ლოცვის დროშებსა და ლოცვის ბორბალს. ასევე გადასახეთს, საიდანაც პირველად დაინახავენ მონასტერს მთის მეორე მხარეს, უფსკრულის მიღმა. ბოლო ნაწილში თქვენ ჩამოხვალთ გრძელ ქვის კიბეზე, გადაკვეთთ ჩანჩქერთან ახლოს და კვლავ აირბენთ შესასვლელამდე. ეს არ არის ისეთი საშიში, როგორც ის ადგილები, სადაც უსაფრთხოების ბარიერი არ არის. ნამდვილი გამოცდა აქ არის მკვეთრი აღმართი, თხელი ჰაერი, დაღლილობა და ცვალებადი მთის ამინდი. შიგნით შესვლისას აკრძალულია უბრალოდ ფოტოების გადაღება წმინდა ადგილებში. ასევე მოსალოდნელია, რომ მოწესრიგებულად ჩაიცვათ და პატივისცეთ ბერებსა და მლოცველებს. ასევე არსებობს მდგრადი განვითარების გადასახადი, რომელსაც იხდის ბჰუტანში ჩამოსული უმეტესობა საერთაშორისო ტურისტებისა. ქვეყანა ამ ფახას იყენებს კულტურის, ბუნების და ტურისტული ინფრასტრუქტურის დაცვისა და განვითარებისთვის. ტაიგერის ბუდე მხოლოდ კლდეზე აშენებული ლამაზი შენობა არ არის. ეს წმინდა ადგილია, სადაც მისასვლელად ძალისხმევა გჭირდება. და თითოეულ ნაბიჯთან ერთად უფრო კარგად გაიგებ, რატომ გახდა ეს ბუტანის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო. ნომერი 2. ჯეიმს ბონდის ბანჯი ჯამპი, შვეიცარია. ბერზასკას ხეობაში სამხრეთ შვეიცარიაში არის ერთი კაშხალი, რომელიც ფილმ GoldenEye-ის წყალობით გახდა ცნობილი. ბერზასკას კაშხალს აქვს 220 მეტრი სიმაღლე, ან დაახლოებით 720 ფუტი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კომერციული ბანჯი ჯამპი ევროპაში. ფილმ GoldenEye-ის საწყის სცენაში, რომელიც ვითარდება 1910 წელს, ჯეიმს ბონდი ჩანს როგორ გარბის კაშხალზე და შემდეგ თავით ხტება. პირს პროსნანი არ ყოფილა ის, ვინც რეალურად გადახდა. ეს სახიფათო ტრიუკი ბრიტანელმა სტანტმენმა უეინ მაიკლსმა შეასრულა ნამდვილი ბერზასკას კაშხალზე. იმ სცენის გამო ეს ადგილი მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა. ფილმის გამოსვლის შემდეგ იქ რეგულარული კომერციული ბანჯით ხტომა დაიწყო. გადახტომამდე მონაწილეს აწონიან და ამოწმებენ. მას უმაგრებენ მყარ უსაფრთხოების აღკაზმულობას და ბანჯის თოგზე ამაგრებს გამოცდილის ნახტომის ინსტრუქტორი. პლატფორმაზე მისვლისას ქვემოთ ჩანს კაშხლის უზარმაზარი მოღუნული კედელი. უკუთვლის შემდეგ უნდა გადახტე წინ და მისცე გრავიტაციას საშუალება, რომ დაგკაჩოს. რამდენიმე წამით ვარდები, სანამ ელასტიური თოკი არ დაგიჭერს და ისევ მაღლა არ აქცევს. უსაფრთხოების პროცედურები ძალიან მკაცრია, მაგრამ არანაირი მომზადება ვერ მოგაშორებს შიშს, როცა 220 მეტრიანი კაშხლის კიდეზე დგახარ და ბრძანებას ელოდები, რომ გადახტე. ნომერი 1. პლანკის ბილიკი ჰუაშანზე, ჩინეთი. ჩინეთის შანსის პროვინციაში მდებარეობს ჰუაშანი, რომელიც ქვეყნის 5 წმინდა მთას შორის ერთ-ერთია. მის სამხრეთ მწვერვალზე არის ვიწრო ბილიკი, რომელიც მიმაგრებულია ციცაბო კლდის ნაპირზე. ეს ცნობილია როგორც ჩანკონგის ფიცრების ბილიკი, ან უფრო მარტივად, ჰუაშანის ფიცრების ბილიკი. სამხრეთ მწვერვალი ზღვის დონიდან 2100 მეტრზე მეტ სიმაღლეზე მდებარეობს. პლანკის ბილიკამდე მისასვლელად შეგიძლიათ ჯერ საბაგიროთი იმგზავროთ და შემდეგ ფეხით გააგრძელოთ გზა. არაიაროთ მთის გრძელი და ციცაბო კიბეები. ადგილობრივი ისტორიის მიხედვით, პირველი კლდის ბილიკი 13 საუკუნეში ტაოისტებმა გააკეთეს, რომლებიც მშვიდ და განმარტოებულ ადგილს ეძებდნენ მედიტაციისთვის. დღევანდელი ბილიკი შედგება ვიწრო ხის ფიცრებისგან, რკინის საფეხურებისა და კლდის იმ ნაწილებისგან, რომლებიც პირდაპირ კლდეშია გამოკვეთილი. არსებობს მონაკვეთები, რომლებიც თითქმის ფეხის სიგანისაა. შესვლამდე სტუმარმა უნდა ჩაიცვას უსაფრთხოების სარტყელი. ეს უსაფრთხოების სარტყელი მაგრდება ფოლადის კაბელზე, ხოლო ხელებით ეჭიდები კედელზე მიმაგრებულ ჯაჭვს. მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების აღჭურვილობა გააქვს, ყოველი ნაბიჯი მაინც ნერვიულობას იწვევს. ერთ მხარეს მხარი გრანიტის კედელია, ხოლო მეორე მხარეს ღია უფსკრულია, სადაც არც მოაჯირია და არც ფართო პლატფორმა. ზოგჯერ გზაზე ვიწროა და საჭიროა ან შემხვედრს გვერდი აუარო, ან დაელოდო. ეს არ არის რეგულარული მარშრუტის ნაწილი, რომელიც აუცილებელია ასვლის დასასრულებლად. ეს სავალდებულო ნაწილი არ არის. ამიტომ მათ, ვისაც სიმაღლის ეშინია, შეიძლება არც სცადონ. მაგრამ მათთვის, ვინც აგრძელებს, ეს ნამდვილი გამოცდა. უნდა ენდო უსაფრთხოების ხვეწს, უჭიდროდ ჩაეჭიდო ჯაჭვს და არ მისცე შიშს გზა, როცა წმინდა მთის კალთაზე ვიწრო ხის ბილიკზე მიდიხარ. ეს არ არის ყველაზე მაღალი ან ყველაზე თანამედროვე ატრაქციონი სიაში. მაგრამ ყველა იმ ადგილს შორის, რაც ნახეთ, მთის ხის ბილიკი ალბათ ყველაზე რთულია, ისე შეხედო, რომ არ დაფიქრდე. შეძლებ პირველ ნაბიჯს გადადგამ,